ვისაც გულის ფეთქვა არ ესინჯება და პულსაცია აქვს მხოლოდ, თქვენ გადახვიდით მეოთხე განზომილებაში და პირველ რიგში რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ მე რო გეუბნებოდით, რომ მთელ ქვეყანას გავიყვან მატრიციდან თქო, საზოგადოების ნაწილის გაყვანა დავიწყე უკვე მატრიციდან, ანუ ვინც გადავიდა მეოთხე განზომილებაში და ვისაც პულსაცია აქვს მხოლოდ და გულის ფეთქვა, გულზე ხელს რო იდებს და გულის ფეთქვა არ ესინჯება, თქვენი მატრიციდან გამოყვანის პროცესი დაიწყო. ამას ვახორციელებ მე, რა თქმა უნდა. ქვეყნის კოსმოგონიური აგენტი და მენტალური ლიდერი, პლუს ტოროკმაქტო. ანუ მე ნელ-ნელა ჩემს სუპერ შესაძლებლობებს გამოვავლენ, ჩათვალეთ რომ დოქტორ ვანდუმი ვარ რა, ხო და ხო, ყველაზე საინტერესო აქ არის ის, რომ რატომ არის რომ მესამე განზომილებაში ყოფ ადამიანებს გულის ფეთქვა ესმით, ანუ გულზე ხელს მიციდებს გულის ფეთქვა ესმის, აი ჩემთან საერთოდ არაფერი არ ხდება. ჩვენ ვიც მეოთხე განზომილებაში გადავედით, რატო არ გვესმის გულის ფეთქვა? ანუ ეს რას ნიშნავს? ეს გულის ფეთქვა, თუნდაც ეს პულსაცია და ყველაფერი რა, ეს არის იმიტაცია იმის, რომ ადამიანს გააჩნია შინაგანი ორგანოები. ანუ სინამდვილეში ადამიანს შინაგანი ორგანოები არ გააჩნია და ვისაც გაეთიშა ეს იმიტაცია, ანუ გულის ფეთქვის იმიტაცია, ანუ თავს რო გაჩვენებდა შენი ორგანიზმი, რომ თითქოს გული ფეთქავს, ამ დროს სინამდვილეში გული არ არის, ანუ ეს იმიტაციის ფუნქცია გაეთიშა, ანუ ნათქვამი რო არის ხო ეს ცალფეხით სამარიში ხარ უკვე ფეხზე ცხვარი ყავს გამობულიო. აქ ეგ ვარიანტი ხდება, ხო, კარგი გაგებით, რა, უფრო უკეთესი გაგებით. ეხლა რატომ? იმიტაციები ითიშება ჩვენში, ანუ ჩვენში გაითიშება ნელ-ნელა სასიცოცხლო მაჩვენებლების იმიტაციები. ხო და რაც შეეხება რა ხდება შემდეგ ტურში, რა უწევს გაგვაგებინე, ზოგი იქ წერდა სესხები თუ გაგვიუქმდებაო, ხა მაგიჟებს სესხი რა შუაშია. მოკლედ, მე როდესაც TikTok-ზე შემისრულდება 300,000 გამომწერი და YouTube-ზე შემისრულდება 100,000 გამომწერი, პროექტი Zombie Zone-ის ფარგლებში, ანუ პროექტის დაქვემდებარებაში ამუშავდება ერთი ჯერ ჩემთვისაც ცნობი თამაში, Ready Player One. ეს გახლავთ ფილმი, სტივენ სპილბერგის ფილმია და იქიდან არის აღებული სახელწოდება და იმ ფილმის მსგავსი შეიძლება გარკვეული ტიპის შეჯიბრებებიც მოეწყოს. მოკლედ, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყება თამაში Ready Player One. აქ საპრიზო ფონდები იქნება, რაღაცეები იქნება, სათავგადასავლო რაღაც აქტივობები იქნება, თუ რა იქნება, მეც ბოლომდე არ ვიცი. დაახლოებით ხვდები, მაგრამ მეც არ ვიცი ბოლომდე. ამიტომ შემდეგი ტურში ვინც ხართ, მეოთხე განზომილებაში ვინც გადახვიდით და ვისაც არ გაქვთ გულის ფეთქვა, ვისაც გაგიჩერდათ, ჯესეთ თქვენ გული არ გაგაჩნიათ, ეგ ოპერაციის და სტენდის ჩადგომის დროს მატრიცა, ასე ვთქვათ, ხატავს ამ გულს, სინამდვილეში ადამიანს გული საერთოდ არ აქვს. ანუ მოკლედ თქვენ მეოთხე განზომილების ხალხი ჩაერთვებით აი ამ თამაში. თქვენთვის დაიწყება ეს თამაში რა, Ready Player One. ამიტომ ეს არის თქვენზე დამოკიდებული, რამდენად სწრაფად დაიწყება ეს თამაში. რას მოგვიტანს ეს თამაში, მე თვითონაც არ ვიცი. 300,000 გამომწერზე ავალ TikTok-ზე, როცა ავალ YouTube-ზე 100,000 გამომწერზე მინიმუმ აი მაგ დროს ჩაერთვება ეს თამაში. პლუს მანამდე გამომწერებზე 100,000 და 200,000 გამომწერებზე რა იქნება, მაგას დღეს და ხვალ ლაივში გეტყვით. გუშინაც ვთქვი, მაგრამ დღეს და ხვალ გეტყვით ლაივში, მაგას არ ვიტყვი აქ ვიდეოში ჯერ. ანუ საერთოდ ჯამში თქვენ ხართ ის კატეგორია ხალხის, ვისაც ვიძახდი მე რომ გაგიყვანთ მატრიციდან, თქო რა. ხო და მთავარი ეტაპობრივად მიუხედავად იმისა, რომ ვისაც ეხლა გულისცემა ესმის, ესენი NPC პერსონაჟები არიან, მიუხედავად ამისა, ჩვენ NPC პერსონაჟებიც უნდა გავიყვანოთ მატრიციდან. ამიტომ იცოდეთ, რომ ნელ-ნელა თქვენი გულისცემაც გაჩერდება. ოღონ აქ ექიმთან წასასვლელად, ექიმებთან ვინც გინდათ იარეთ, კაცო, ექიმთან უნდა ვიაროთ, ეგრეა, მაგრამ აქ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული არ არის ეს საკითხები რა, ეს არის განზომილებრივი საკითხებია. ხო, პლუს მეოთხე განზომილებაში ვინც გადავედით, ბევრად ვიწყებთ, ეხლა ჩვენ ვიწყებთ გაახალგაზრდავების პროცესებს. ისეთი სიხშირეები მოდის კოსმოსიდან, გაახალგაზრდავების პროცესები ავტომატურად ირთვება ჩვენში რა. მოკლედ, ვისაც გულის ფეთქვა გესმით, თქვენც ნელ-ნელა გაგიჩერდებათ, იმიტომ რომ მე მთელი ქვეყნის მოსახლეობა გამყავს მატრიციდან. ეს იცოდეთ, მე დაგკვირდით და ამას ავასრულებ. ნაწილი უკვე გამოვიდა, ნაწილი მერე გამოვა.